მოგესალმებით ვიბასო ტელემაყურებლო, ჩვენ დავიწყეთ გადაცემა კონსერვატორია. დღევანდელი თემებია რაღაცა კიდევ მორიგი სისულელე, რომელსაც ქვია რეზოლუცია ევროპარლამენტის, ამერიკის ელჩის პენსიაში გასვლა, მცირე დარჩევებით მასკისა და ტრამპის დაკას შეიძლება თქვა ადამიანმა და ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ. დავიწყებ იმით, რომ კანონი, რომელიც პრესის შესახებ კანონი, რომელიც არეგულირებს სიძულვილს, hate speech-ს საინფორმაციო გამოშვებებში, იცით ეს კანონი არ ეხება საავტორო გადაცემებს, ანუ აქ ევროდებილებს და ფარჩაკ ოპოზიციას აი ესეთ პირდაპირ შეგვიძლია უწოდოთ ესე, თუმცა საინფორმაციო გული მოვიღოთ, საინფორმაციო გამოშვებებში ეს არ შეიძლება და უკვე არის შედეგი საინფორმაციო გამოშვებებში პოლიტპატიმრებს რომ უწოდებდნენ ხულიგნებს, რომლებიც დაიჭერეს, ეხლა უწოდებენ საზოგადოების ნაწილის აზრით პოლიტპატიმრები, ხო? რაც შესანიშნავია. არალეგიტიმური ხელისუფლებას ვერ დაუძახებენ ქართულ ოცნებას, არამედ საზოგადოების ნაწილის აზრით არალეგიტიმური ხელისუფლება. კი ბატონო, ჩვენ ხო, ეს მუშაობს. ჩვენ საინფორმაციო პირადად ჩვენ საინფორმაციო სამხრივ პრობლემა არ ქონია და ნახოთ რა ეშველებათ თუ ეშველათ რამე შმოპოზიციის მედიებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს და ამაზე შეიძლება მოთელვისთვის უცებ დავილაპარაკოთ, ეს არის ის, რომ ვიღაცა ვირიშულები ქუჩაში მოდიან, გაგინებენ, საჯაროდ მე ამას იღებენ და ინტერნეტში გამოსდებენ ხოლმე აი მათიკაშვილს ჩვენს მეგობარს ესე დაემართა, მაგრამ არის უკვე ნორმა შესული და ალბათ Facebook-ზეც გაავრცელებენ ამ ნორმას, როდესაც აი ასეთი მიმართვა მოონა დედის გინება და მსგავსი რამ იქნება უკვე დასჯადი ჯარიმით ან ადმინისტრაციული სამართლის წესით რამდენიმე დღიანი პატიმრობით. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, არის ორი გამოსავალი. ერთი, როდესაც ხალხში დედას გაგინებს გაუჩეჩქო თავი, რაც არ არის პედაგოგიური და არ არის სწორი და მეორე მიდგომა, რომელსაც მე ვეთანხმები და ვემხრობი, რომ სახელმწიფომ მოაგვაროს ეს საკითხები და მოაგვაროს ისე, როგორც ახლა იქნება მოგვარებული. დავიწყოთ, რა ვიცი, ევრო რეზოლუციით, თუ გინდათ, უბრალოდ ევროპელების მიდგომით არაფერი არ იცვლება. აი ბურბონებზე არის ესეთი გამონათქმავი, ვერც ვერაფერი ვერ ისწავლეს და ვერც ვერაფერი შეცვალეს. ანუ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი შეისწავლეს, ხო და დაახლოებით აი კი არა და ზუსტად ეგ მდგომარეობა არის, როდესაც ევროდებილებმა, ლიბერდებილებმა ვერ ისწავლეს ვერაფერი და თითქოს კაპიროკით იღებენ, ანუ ქსეროქსებენ თავიანთ რეზოლუციებს, აქ მოხსენებულია სააკაშვილი როგორც მსხვერპლი, აქ აჩვენები გაყალბებულია ოცნების მიერ მაგ რეზოლუციაში და ასე შემდეგ რა. რაღაცა გაიჭედა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს პოლიტიკა რაღაცნაირად წავიდა, იქ ევროკავშირში, ევრო სტრუქტურებში ეს ამბავი გაიჭირა, ევროპარლამენტში განსაკუთრებით. მე მგონი, თროა ევროპარლამენტიც დაიშალოს, ალბათ მოვა ეგ დროს ძალიან მალე. შალო, მოდი დავიწყოთ ჯერ ასეთი რამეთ, რომ მე მაქვს მაგალითად ჩემი კრიტერიუმი ადამიანის ინტელექტუალური, ვთქვათ, ცხოვრებისეული შეფასების. ეს არის რამდენად კარგად შეუძლია მას საკუთარ შეცდომებზე სწავლის. ხო, ეს მან მე ან თუნდაც სხვის შეცდომებზე სწავლა ეს უკვე იმ რანგის დონეა, რომელიც იშვიათობაა, მაგრამ ეს უკვე მართლა გამორჩეული ხალხის ხვედრია, მაგრამ ანუ ძალიან ნორმალურია, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლო. ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ ისინი აბსოლუტურად უიმედოები არიან. შეიძლება ისინი ისეთი უიმედოები არ არიან, როგორც ქართული ოპოზიცია, რომელიც 15 წელია ერთ და იგივე სიგიჟეებს აკეთებს, მაგრამ ისინი არიან ხალხი, რომლებმაც მართლა როგორც ბურბონებმა ვერაფერი დაივიწყეს და ვერაფერი ისწავლეს. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამ კვირაში გავრცელდა ევროკავშირის კვლევა, რომელმაც მათსავე გამოკვლევებში აჩვენა, რომ საქართველოში ევროკავშირის ევროსკეპტიციზმის რაოდენობა არათუ გაიზარდა, სერიოზულ ნიშნებს მიაღწია.
და აბრალებენ ოცნების ჩვენ გვაბრალებენ ოღონდ. ანუ ჩვენ და სახელმწიფო ჩვენ. შალვა მაგაშია საქმე რომ ისინი ვერ ხვდებიან რომ საქართველოში ევროპას მათზე დიდი მტერი არავინ არ ჰყავს. ანუ რა იცი, ანუ შეხედეთ რა რომ არსებობს რაღაცები, რაღაც კულტურული ფაქტორები, რომელიც სხვა ერზე მოქმედებს რა. მართალია. ჩვენზე ძალიან წარეთ მოქმედებს უსამართლობის შეგნება. ანუ ეს არის ის, რაც ქართულ ოპოზიციამ ვერ მიხვდა და მადლობა ღმერთს ვერ მიხვდნენ და ეს ამას ვერ მიხვდა სამწუხაროდ ევროკავშირი. ანუ მე რას გულისხმობ? როცა ჩვენ გვეუბნებიან რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ტანჯული გმირი, რაღაცა აი ციხეში რომ არის თურმე ციხეში რომელსაც და არა კურორტზე ხალხმა ხო იცის რა ხდება. გარდა ამისა ხა რომ ჩვენ რო გვეუბნებიან რომ აი არჩევნები გაყალბდა და რო ხვდები რომ არჩევნების გაყალბება არის ის რომ მათი მოწონებული რაღაც gay friendly მაგიჟებმა ვერ გაიმარჯვეს. ანუ ეს ნიშნავს რომ ხალხი ხო ამას უყურებს რა. ანუ ფაქტია რა რომ ჩვენ გავიგეთ, ჩვენ ვიცით უკვე რა არის ევროკავშირი. ანუ 5 წლის წინ მარტო არ ვიცოდი. გავიგეთ. საკუთარ ტყავზე. თან ახლა ბუდიში მეტიც უკვე ვიცით ევროკავშირში ვინ არის მაგათ გიჟების აი ამერიკაში ხო არის წითელი სარტყელი რესპუბლიკელების ჩვენ ვიცით ევროპაში გიჟების სარტყელი და ერთს დავამატებ შალვა. ანუ სახელმწიფოებს განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოებს აი როგორც არის ევროპაში, როგორც გვინდა ჩვენ ვიყოთ, აქვს ერთი კარგი რამე. ისინი რეაგირებენ გამოწვევებზე. ქართული ოცნება რეაგირებს გამოწვევებზე. ანუ, როდესაც ვიღაცა დეგენერატი ქუჩაში დაგიძახებს და მოგაყენებს შეურაცხყოფას ალტერნატივა გაქვს რომ გაუტეხოთ ცხვირი, ასეთ დროს არის უფრო ადამიანური გამოსავალი უჩივლო და ამ დებილს მიაყენონ აღზელობითი ღონისძიება, ასე შენ თქვი. მიუხედავად. ხო, იყო ესეთი ბრიტანელი ისტორიკოსი ტოინბი, რომელსაც აქვს ცივილიზაციების თეორია, როგორ ინგრევა ცივილიზაციები, მან თავს ესეთი მომენტი, რომ არსებობს ესეთი პროცესი, გამოწვევა პასუხის პროცესი. და რაღაც ეტაპზე ცივილიზაცია ყოველთვის პასუხობს, მაგრამ რაღაც ახალ გამოწვევას, რაღაც როდესაც იცვლება სიტუაცია, კონკრეტული ცივილიზაციები ვერ პასუხობდნენ. ნუ გახწერილი აქვს მაგალითად ეგვიპტეს რა გამოწვევა ჰქონდა და მართლა ჰქონდა ეს გამოწვევა, პირველი გამოწვევები უპასუხა, მერე როდესაც მოვიდნენ სპარსელები ვეღარ უპასუხა ამ გამოწვევას. ესე არის ევროკავშირი, ეხლა ჩვენ კი გონია რომ ყველაფერი ეს მივეჩვიეთ 90-იან წლებმა მიგვაჩვია რომ დასავლეთი იყო უალტერნატივო სისტემა, მაგრამ გაჩნდა სამყაროში ახალი გამოწვევები, გაჩნდა ძალთა ცენტრები. და აი ამ ახალ გამოწვევებს ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მე არ ვიცი უპასუხებს თუ არა საბოლოო ჯამში შეიძლება გაუჭირდეს და ისე უპასუხოს, მაგრამ ეხლა ყოველ შემთხვევაში ჩანს რომ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხი ძალიან უჭირს ევროკავშირს. ამაზე მე ავსაუბრო, ამაზე საუბრობენ უამრავი ადამიანები. აი გუშინაც იყო კონფერენცია, ჩამოვიდნენ საქსის ჩაერთო, ძალიან ბევრი ადამიანი იყო და საუბრობდა სწორედ იმაზე, რომ ევროკავშირის იმედი დღეს საქართველოს მაინც და მაინც არ უნდა ქონდეს იმ გამოწვევებზე, რა გამოწვევებიც დღეს სოფლიოში არის და გეოპოლიტიკურ არეალზე არის. განა იმიტომ რომ მე ანტაგონისტურად ვარ დამოკიდებული ევროკავშირის მხრიდან. არა ვარ არანაირ ანტაგონისტურად დამოკიდებული, უბრალოდ არსებული სიტუაცია არის, ანუ ხომ არის ის რომ ერთი არის კანონზომიერების ლოგიკა და მეორე არის განზრახვის ლოგიკა, ხო? განზრახვის ლოგიკა შეიძლება მქონდეს განზრახული რომ რაღაცა დიდი ავაშეთ, მაგრამ თუ კანონზომიერებები არ მიწყობს ხელს, მაგას ვერ გავაკეთებ, ხო ისეა. ესე არის ესეც. თუ ჩვენთან არსებული მდგომარეობა რაც მომწონს ეხლანდელი ხელისუფლების არის ის რომ ორიენტირებულია მან კანონზომიერების დანახვაზე. ანუ მარტო სრულებზე განზრახვები ჩვენ აქამდე ცხოვრობთ განზრახვების ლოგიკით. აი ჩვენ გვინდა და ესე ჩვენ უნდა ვიყოთ ნატოს წევრები. არ ვაკვირდებოდით არც გეოპოლიტიკურ სიტუაციას, არც იმას ძალთა ბანას როგორი იყო და ასე შემდეგ. ეხლა გინდა არ გინდა იმისთვის რომ გადარჩი, უნდა დააკვირდოთ ძალთა ბალანსს, ხო? ეხლა რასაც აკეთებს ევროკავშირი იმისთვის რომ ევროკავშირის პოზიციები გაძლიერდეს კავკასიაში და არა მარტო საქართველოში, კავკასიაში, იმიტომ რომ ნახოთ რომ ჩვენ გვერდზე არის სახელმწიფო, გულისხმობ აზერბაიჯანი, რომელიც პირდაპირ დაპირისპირებაშია ევროკავშირის ისე სახელმწიფოს და როგორც იყო საფრანგეთი, პირდაპირ პრინციპში საფრანგეთის შიგნით უწყობდა რაღაც დივერსიებს, პოლიტიკურ დივერსიებს, ხო? ისეთი რაღაცები გააკეთა. და აი ამ პროცესში, როდესაც შენი
ერთადერთი, საზღვაო გამოდის ამ შემთხვევაში დასაყრდენი უნდა იყოს საქართველო. ამის ნატო შენ რომ ისეთ პოლიტიკას აწარმოებ, როდესაც შენ საქართველოს აიძულებ, რომ ცოტათი სკეპტიკურად განეწყოს ევროკავშირის მიმართ და ეს კვლევებმაც დაადასტურა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ახალ გამოწვევებს ვერ პასუხობს ინტელექტი გამოგელია. ან არის ეს მომენტი, მე არ მინდა რომ ეს ხაზს გადავს, მაგრამ ან ის თაობა, რომელიც ეხლა არის ევროკავშირში, ევროპარლამენტარების თაობა და ევროელიტა, ესე ვთქვათ, ხო? ის თაობა ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს. ფაქტია. არ ვიცი ხა ახალგაზრდა თაობა როგორია. ამბობენ რომ ბევრი იწერება რომ ბევრი კონსერვატიული ძალები მოდის. იწერება რომ ცოტა სხვა შეხედულების და ღირებულებების ადამიანები არიან. შეიძლება შემდეგმა თაობამ ეგ შეცვალოს, მაგრამ ეხლანდელი ეს ელიტა ევრობიუროკრატიას რასაც უწოდებთ, რომ არის არაადეკვატური იმ გამოწვევების მიმართ, რა გამოწვევები დღეს არის, ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის თვითონ ევროპელების მოსაზრება, ეს ამერიკელების მოსაზრება. ეს გარედანაც ტრემას დაინახეს, რუსეთმაც დაინახა ეს, როგორია. რუსეთი არის მომგებიან სიტუაციაში. მე შეგახსენებ სანამ შენ მოგცემ სიტყვას, შედგა შეხვედრა გერმანიის პრემიერ-მინისტრსა და ტრამპს შორის. მონაკოს თუ უყურეთ, როცა ესო ეგეთო დღე, ანუ ეს არის, როდესაც ნორმანდიაში ამერიკელებმა დესანტი გადმოსხეს, წლის თავიაო და ტრამპმა მოულოდნელად უთხრა პრემიერ-მინისტრს, ესო თქვენთვის ცუდი დღე იყო ალბათო და დაიბნა ტიპი. ნუ ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ ფაშისტური დიქტატურისგან გავთავისუფლდით და ანუ აქაც ჩანს კლასი, ხო? და გამბედაობა და ძალა, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსების. ჯერ რატომ დაიწყო ამაზე ლაბარაკი, ხო? ანუ, ტრამპის ხოთ შორის გერმანული წარმომავლობის არის, ხო? ხო, ევროპას რაც შეეხება, პიტერ სლოთერდაიკი არის ესეთი ფილოსოფოსი გერმანელი, რომელიც ძალიან სწორად ამბობს, რომ დასავლეთი მიეჩვია რაღაც ერთგვარი გუმბათის ქვეშ ცხოვრებას. ანუ თითქოს ეს არის მარტო ერთი სფერო და იმის გარეთ არაფერი არ არსებობს. და თანდათანობით უკვე ინგრევა ეს გუმბათი და ვიქტორ ორბანმა რაც თქვა 3 წლის წინ მართლა ეპოქალურ სიტყვაში მოდერნიზაცია ვესტერნიზაციის გარეშე ხდება ერთგვარი მოდუს ვივენდი ყველა იმ სამყაროს ყველა იმ ქვეყნისა რომელიც იყო ამ გუმბათის მიიღო იგივე ჩინეთის იგივე რა ვიცი გლობალური სამხრეთის და მათ შორის ჩვენიც ანუ ჩვენთან მე ძალიან მომწონს ის იმის მიუხედავად როგორც ჩინა არსი ხო რასაც ისინი ამბობენ სააკაშვილის რეზოლუციაში ჩაწერა და ასე შემდეგ მეც ახლა ემოციურად რომ მივუდგე არის გამაღიზიანებელია მაგრამ ეს საჭიროა ისინი ჩვენ გვეხმარებიან რომ ის რელიგიური ხატსახე რომელიც სამწუხაროდ საქართველოში დამკვიდრა გასაპოსტსაბჭოთა სინდრომის გამო და მთელი მიზეზების გამო ეს დაინგრეს იმიტომ რომ მე ვამბობ რომ ერი რომელიც არის 3000 და კიდე მეტი წლის ხო რა ჩვენ ვართ არ შეიძლება რომ იყოს პირობითად ნატოს და ევროკავშირი ყავდეს კი შეიძლება რაღაცა სტრატეგია რაღაც პოლიტიკა ასე შემდეგ მაგრამ არ შეიძლება რომ რაღაცა 60 წლიანი ორგანიზაციები იყოს რელიგიის ხარისხში აყვანილი ეს ანუ და მე მომწონს ის რომ ჩვენი ასე ვთქვათ ერი ბერი და სახელმწიფო მთავრობა არის რაღაცნაირად ერთ აზრზე რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ქვეყნის ის რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუნეს და საქართველოს უპირველეს ყოვლისა ეს კი რაღაცა ფუტუროცნებები კი არ არის ეს არის ის რაზეც ანუ რამაზე არ მიბმული ჩვენ როგორც ცოცხალი ორგანიზმები ვართ ხო ყველაზე ძირეულ და ეს არის ჩვენი თვითგადარჩენის და უსაფრთხოების ბერკეტი. მე ჩვენი კულტურის გადარჩენის და ჩვენი თვითყოფადობის შენარჩუნების რაღაც სლოგანი და მამოძრავებელი და ევროკავშირი არა მე უბრალოდ მოუწოდებ რომ გააგრძელეთ ესე გააგრძელეთ კარგად მუშაობ და რა ვიცი ჩვენ უბრალოდ გაგაშუქებთ და შეგაფასებთ სხვა არაფერი. გამოწვევებს ნამდვილად ვეღარ პასუხობენ რაღაცა ესეთი მონოლითური ორგანიზაცია როგორც ჩვენ მანამდე წარმოდგენილი გქონდა დღეს რაღაცა თითქოს და ესეთ მარტივად ხელწამოსაკრავი გახდა სასაცილოები გახდნენ უკვე მათი რეზოლუცია ეხლა მე აღარაფერი აღარ მიკვირს იმ რეზოლუციის შემდეგ როდესაც პირდაპირ ჩაგვიწერეს რომ სანქციები უნდა დაუწესოთ რუსეთს პირდაპირ ამის წინ რეზოლუცია იყო თუ არ ვცდები სადაც პირდაპირ მოთხოვნა იყო ჩადებული ეხლა ამ მოთხოვნის შემდეგ ადამიანი რომელიც კიდევ მორიგ რეზოლუციას რაღაცა ფორმით ან დაეთანხმება ამ ხარს დაუჭერს ან რაღაცა სააშკარაოზე გამოიტანს ვიღაცას და ამონათებს ვიღაცას მოატყუებს ნუ ეხლა შეგნებულად მტერია სხვათა შორის ამ რეზოლუციაში წერია რომ
სანქციებს შეშფოთებულები როგორ არიან, რომ საქართველოს სანქციებს არ უწესებს. ეს არის ბელარუსი, ეს არის ირანი და ეს არის რუსეთი. წარმოიდგინეთ რა, ვიღაცა ჩინეთი რაღაცომღაც მოხსენებული არის. თვითონ ევროკავშირი ექსკლუზივი ამ შემთხვევაში უილსონს აქვს ჩინეთთან განაწილებული აქვს თქვენ. ხო რაღაცა მაგდაგვარია რა და ანუ ეს ბიუროკრატების არ მიკვირს, რატო არ მიკვირს, იცით, მე ესეთი ინფორმაცია წავიკითხე, რომ მოგიხსენებათ იცნობთ ეს ანალენა ბერბოკი იყო ესეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროში დანიშნეს წამყვან თანამდებობაზე, ხო და ნუ ეხა რითაც გაეროს უსუსურობას ერთხელ ხაზი გაეროს. როგორ არის იცი, ესენი არიან ვიღაცის ხელში მარიონეტები. თორე არანაირი კრიტერიუმი არ შეიძლება რომ ანალენა ბერბოკი წაიყვანო და რაღაცა გაეროში ეს იყო ყველაზე უსუსური, ყველა ბოდიში მომითხოვდა ყველაზე შტერი საგარეო საქმეთა მინისტრი. პატარას გავიხსენებ, ლავროვმა როგორ აჭამა. ბელგოროდიო არისო, იქ იყო საუბარი რუსეთ-უკრაინის ომის წინ ხდებოდა და იზახთა რომ ოკუპირებულია რუსეთის მიერ დონეცკი და დონბასი და ამაზე მოულოდნელად თქვა ბელგოროდზე თქვა თუ ორიოლზე, თუ კურსკზე, ნუ რომელიღაც რუსულ ცივძველ რეგიონზე აი არიოლი არისო რუსეთის იურიდიციში და ესეც საკითხავია, ანუ ვერ მიხვდა ადამიანი სად რა იდგა და მე იყო დიდი სკანდალი ბოდიშები და ასე შემდეგ. ნუ აი ეს მინისტრი იყო გერმანიაში, სხვანაირად ვერ განვითარდებით თუ მეტი მიგრანტი არ შემოუშვით და რაღაცა და რაღაცა. ხაშინელება პიროვნება, როგორც თქვა საგარეო საქმეთა მინისტრი. და მე მეტი ვერავინ ნახეს იმისთვის, ანუ ეს დაუფასეს იქნება. ხო და მაგას გეუბნები, ანუ უფასებენ იმ შრომას გადადგომის წინ ერთი კვირით ადრე რო გამოდგებოდა ხოლმე და საქართველოსზე რო ლაპარაკობდა დემოკრატია როგორ მიდის უკან და ასე შემდეგ და ამ ხალხს უფასებენ ხა კუბულიუსები და იუკნიევიჩიანები რო იქნებიან იქ წამყვანი ფიგურები ევროპარლამენტში ის არ შეიძლება გამოწვევებს პასუხობდეს როგორ გორბაჩოვის დროსაც პასუხობდა გამოწვევას და დღესაც პასუხობს გამოწვევას არა იმისი მიზანი და ამოცანა არის სხვა რაღაცას ეტყვიან ის უნდა გააკეთოს რანაირად შეიძლება ხა თვითონ ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ მათ მიერ გამოცხობილი ევრორეზოლუციები მხოლოდ და მხოლოდ შიდა პოლიტიკურ აი ელექტორატში ამყარეს ხელისუფლების პოზიციებს. როგორ შეიძლება ამას ვერ ხვდებოდნენ? მაგრამ არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად ხვდებიან, ვიღაცას უნდა ესეც კარგად ხვდება და უბრალოდ ფულს აკეთებენ მორჩა რა, ანუ რასაც აქ ამბობენ სიტყვით ის არის გადატანილი რეზოლუციებში და რამდენიმე ჩანაწერთან დაკავშირებით გეტყვით. გადაიტანენ ამ რეზოლუციაში ვიღაცას მე ხელს მოაწერინებენ ესენიც კმაყოფილები არიან, ისინიც კმაყოფილები არიან, ფულს აკეთებენ, თუ მიაღწიეს იმას რომ რაღაცნაირად ომი დაიწყო, თქვენ მე ნახეთ რაღაცა ევრო არა აღშფოთებელად პირიქით კაცო რომ ახალ რეზოლუციებს რომ გამოგვიცხობენ რომ რაღაცა შეკებები და ის ევროპული ღირებულებებისთვის რომ ვიბძვით და როგორი ვაშკაცები ვარ და მაშინაც ფული უნდა გააკეთონ ანუ ჩვენ რომ დღეს ხო ის ვიღაცა კუბილიუსები ფულს შოულობენ ამ რეზოლუციებით ისეთ ვითარებაში ღმერთმა დაგვიფაროს ეს არ მოხდება მაგრამ მათი მიზანი ეს არის როდესაც ჩვენ ომში ჩავაბმევით მერეც დიდი ფული უნდა იშოვონ ამ ყველაფერს წარმოიდგინეთ რომ ქვეყნის განადგურების ხარჯზე რა თქმა უნდა ეს ხდება ქვეყნების განადგურების ხარჯზე და სასწაულია ხო ახლა ადამიანი უყურებ უსმენ გამოდიან და გეუბნებიან რომ მასობრივი აქციები ტარდება თურმე საქართველოში სიტყვით არის ჩაწერილი მასობრივი აქციები. ამ მასობრივი აქციების დარბევა მიმდინარეობს და კი, დღესაც გუშინაც და ასე შემდეგ რა. ყოველ დღე დავდივარ მასობრივი აქცია მაინტერესებს როგორია. განსაკუთრებით იმ ევროპარლამენტის შემდეგ რა. 200 კაცის იქით ვერ გაცდა ყველაზე მასობრივი აქცია და რანაირად არ ვიცი, რას ეძახიან თან აქეთ გვარვევენ ხალხო. ხარტულ ხალხს აქეთ აღარ შეურაცხყოფ. იცი როგორ არის ამას ყველაფერს უყურებ და უსმენ ქართველი ადამიანი და კიდე რაღაცა ფორმით ამ ყველაფერს ემხრობი ანუ რეაქცია არ აქვს ეს არის ძალიან ცუდი შენ ქვეყნისთვის სასარგებლო ტიპი არ ახარ შენ ფიქრობ რაღაცა პირად გამორჩენაზე და ეს არის ძალიან ცუდი
ეს არის საშინელება ეს ჩვენ აძრამდე ვერ მიგვიყვანს ეს გზა შეუძლებელი ხა ვიღაცები დაგვრცინიან გვამასხარავებენ თან პარალელურად ფულს შოულობენ და შენ აქ ამოდიხარ და ტას უკრავ და რა ვიცი რა ხა სხვათა შორის იმ რეზოლუციაში წერია რომ არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლებას იმიტომ რომ არჩევნები გააყალბეს ნუ რა თქმა უნდა აქ მტკიცებულებებზე საუბარი საერთოდ არ არის და ბოლო პუნქტში ეწერა რომ როგორ მოუწოდებდნენ ოპოზიციას რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში ეს არაფრის დიდებით არ უნდა გამოხჩეს ხო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ ანუ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას რომელმაც რაღაცა კი ბატონო რაღაცა მიიტაცა და რატო უნდა მიიღოს მაშინ რატო ეუნებიან ოპოზიციას რომ გაყალბებული არჩევნების მერე კიდევ ერთ არჩევნებში მიიღე მონაწილეობა გაუგებარი. ანუ გაუგებარი არაფერი არ არის. დღეს ეხლა ესენი რომ გაიძახიან რომ ამ ძალა დაკარგა. იმან რომ არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად ჩატარდება არჩევნები და მერე კიდე გამოდექით, ალბათ საქმე ხომ რა კონდეთ კაცო ამ ხალხს. რომ კიდევ გამოდექით მერე და თავიდან უნდა დაიწყონ თქვა 5 ოქტომბერს თუ 6 ოქტომბერს არჩევნები როგორ გაგვიყალბეს ახალი ძალით, ახალი ენერგიით და ასე შემდეგ. ხო და ეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება მეგობრებო რომ მიიღებენ ზოგი მიიღებს და ზოგი არა ორივე ჯგუფს როგორც არჩევნებში მონაწილეობის მიმღებებს ისე ბოიკოტში მყოფებს დედას უტირებს ჯერ კიდევ რა არიან ახლა მაგრამ აი გაასწორებს ნატოსთან დაკავშირებით არ დაგავიწყდეთ კიდე რა პირდაპირ წერია რეზოლუციაში რომ როგორ გადაუხვია საქართველოს ხელისუფლება ნატოსკენ მიმავალ გზას ამერიკამ გადაუხვა მას შემდეგ ამ განცხადებას აკეთებენ მას შემდეგ როდესაც ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ, თქვა, რუსეთის პოზიციას და მოხსენიებულია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ამის შემდეგ კიდევ უკრაინის ელჩმა უკრაინაში ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ არა, ნატოსთან დაკავშირებით მოკლედ გააკეთა ელჩმა განცხადება, რომ არ განიხილება ნატოში უკრაინის გაწევრიანება. სამიტი არის, ნატოს სამიტია ახლა ივნისში. და როგორ დელიკატურად არ მოახვედრონ ზელენსკიმ სამიტზე, მაგაზია ჩალიჩი და ტრამპს არ უნდა შეხვდეს. მეგობრებო, კარგი საუბარია, რეკლამა ვნახოთ ოღონდ.